გასული კვირეულიდან გამოსაყოფია კიდევ ერთი თემა. ეს ეხება ბიზნესმენ ვანო გოგლიძეს და ვანო გოგლიძის დაპატიმრება საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ბრალდებულმა 2025 წელს სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში სასაზღვრო პოლიციასა და კომპანია სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას 380,000-ზე მეტი ლარის ღირებულების 24,177 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს შრეკისას ამოღებულია 17,251 ერთეული ფალსიფიცირებული კონსერვი, ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეული შენახვის პირობების ურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს კრიტიკულად არ შეესაბამებოდა. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური, მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება გამოძიების ცნობით ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობასო. გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს. ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანია ბატონოს სახელმწიფო სასურსათო პროდუქტების თევზისა და ძროხის ხორცის მიწოდების ტენდერებში კონტრაქტები უფორმდება 2000 წლიდან და აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს. ბიზნესმენ გოგლიძის ადვოკატი კახა წერეთელი მისი გათავისუფლების სანაცვლოდ შუამდგომლობდა 9 მილიონიანი ლარის გირაოს წარდგენით, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. ეს კი ნიშნავს, რომ ბიზნესმენი და კომპანია ბატონოს და მათ შორის კულას დამფუძნებელი ვანო გოგლიძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მე მოგახსენეთ სახელმწიფოს პოზიცია, ყველაფერი დანარჩენისთვის კვირა დღეს ვთხოვეთ კომენტარის გაკეთება კახა წერეთელს, იურისტი და ადვოკატი, ამ შემთხვევაში ბატონი ვანო გოგლიძის უფლებადამცველი გვერდება BMG-ის პირდაპირ ეთერში. მე მივესალმები კახა წერეთელს. კახა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა გიორგი მოწვევით. კახა, ის პოზიცია, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს რა განწყობაზეა და რა პოზიცია აქვს თავად ბატონ ვანო გოგლიძეს და რა არის მისი პოზიცია აღნიშნულიდან გამომდინარე და მე უკვე გადავალ იმ შესაძლო სტრატეგიაზე, რომელიც თქვენ დარწმუნებული ვარ უკვე ძირითადი კონტურები ჩამოყალიბებული გაქვთ. დიახ, მოგახსენებთ, პოზიციას რაც შეეხება ძალიან მოკლედ არის ის, რომ ესეთ მასობრივ აყალბებას ადგილამდულად არ ქონია, თქვენ ბრძანეთ ესე იყო იმიტომ ბრძანეთ ასე, რომ თითქოს 17,000 ფალსიფიცირებული კონსერვი იქნა ამოღებული. ეს ნამდვილად არ არის, არის ნაწილი წაღებული ექსპერტიზაზე, ნაწილს აქვს გარკვეული ხარვეზები ბუნებრივი, ეს იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი, ხდებოდა ამ პროდუქციის შემდეგ დაბრუნება და გადაცვლა. როგორც იქნა წარმოჩენილი, რომ რაღაცა ფეთქებადი კონსერვების წარმოება ხდებოდა და ექსპერტმაც კი თურმე ვერ ჩაატარა ექსპერტიზა, რათა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შესაძლებელია საფრთხე დამუქრებოდა. ვისაც ქონია შეხება საგამოძიებო სამსახურებთან, ვიცით, რომ მათ შორის ფეთქებადი ნივთიერებებზე და ხელმძღვანელებზე სტარდება ექსპერტიზა. ამიტომ არგუმენტი ცოტა დაუგებარია. რაც შეეხება საქმის დღეს ჩვენ ისევ დავუბრუნდით. ვლებულია გამოძიება და თითქოს ნაშაულის არსებობა. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რამდენად აუცილებელი იყო გამოძიების ამ ეტაპზე პატიმრობაში ყოფნა, მაშინ როდესაც ჩვენ ვითხოვდით დაუს 9 მილიონ ლარს. რამდენად იყო საფრთხე იმისა, რომ ის მიიღება, მაშინ როდესაც ის დადის სახელმწიფო ადგილს და ეს პროდუქციის რეკლამირებას ეწევა, მაშინ როდესაც მასზეა დამოკიდებული ასეულობით თანამშრომელი და ასევე რამდენად იყო საფრთხე იმისა, რომ ის თითქოს და გაანადგურებდა. კახა, მოდი ესე ვთქვა, თუ სწორად გავიგე, ჩვეულებრივი პროცესიდან გამომდინარე, რომელიც კვების წარმოებას ეხება, რომელიც არ არის უცხო, არც ჩემთვის, არც თქვენთვის და არც მაყურებლისთვის, დაშვებადია, რომ ცალკეულ მოცემულობაში შესაძლოა იყო გარკვეული ხარვეზები, იმიტომ რომ სენსიტიურ პროდუქტთან გვაქვს საქმე, მაგრამ ბატონი ვანოც და თქვენს როგორც აჟღერებთ, აი მასიურ რაიმე ტიპის წარმოებას ამ კუთხით უბრალოდ გამორიცხავთ. სწორად გავიგე, ხო პოზიცია? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული წარმოება
საქართველოში და აი ამ მასიურობაზე რა თქმა უნდა საუბარი არ არის ეს სწორად გამიგეთ ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი რომ გადავვალოთ ვინმეს ან შენახვა მაგრამ შენახვის პირობები ან შემდეგ შეიძლება მინდორში ყოფნის პირობები ახაც მაგრამ გამოიწვევს აქ თავარი ეს პროდუქცია ხდებოდა ის გადიოდა ექსპერტიზას როდესაც გაკეთებოდა მომხმარებელს სამჯერ არის ექსპერტიზა გატარებული და ყველა ეს პროდუქცია იყო ვარგისი და შემდეგ ერთ დღეს გავიგეთ რომ თურმე სრული პროდუქცია შეიძლება იყოს ფეთქებადი. მე ერთს დავამატებ ბატონ კახა იმ შესაძლო არგუმენტებს ამ შაბათ-კვირას თქვენის არ იყოს მეც ჩაუჯექი ამ საქმეს 2020 წლიდან არის გაფორმებული ხელშეკრულებები კომპანიასთან რომელიც ბოლო 5-6 წლის მანძილზე მუდმივად ხდება ამ საკმაოდ ეს რთული პროდუქციით მიწოდება და შესაბამისად მთელი ამ ხნის განმავლობაში ესეთი რამ დაფიქსირებული არ არის, მაგრამ მწყობრად გამოძიებამ დააფიქსირა 8 მილიონი ლარის ტენდერები ამასთან მიმართებით. ხომ არ ჩნდება ეჭვი, რომ საუბარია რაღაცა ტიპის ზარალის შესაძლო ანაზღაურებაზე და თუ ესეთი რამ არის, რატომ იქნა კახა გამოყენებული ჩემი აზრით, ბოდიში ვიხდი, სუბიექტური ვარ, ავტორი ვარ გადაცემის, ყველაზე უკიდურესი აღკვეთი ღონისძიება ბიზნესმენის მიმართ მე ამ თემაზე მექნება ჩემს ეპილოგში საუბარი, რაც ბატონ ვანო გოგლიძის საქმიანობა ქვია, მაგრამ აღკვეთი ღონისძიება იმ პირობებში, როცა მზად იყავით 9 მილიონი გირაოს, ასე ვთქვათ, აქ შეფარდებული იყო, მაგრამ მე ვიცი ხა ვანო გოგლიძე არც ჩემი გარებიძაშვილია და არც ბავშვობის მეგობარი, მაგრამ მისი ხასიათი რო ვიცი, ის ბრალის აღიარებას არ დაუჭერს მხარს. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ესეთი განწყობა მაქვს და რა იქნება ბოლოში კაცმა არ იცის. გისმენ კახა? გიორგი, თავარი არის ერთი რამ, რომ აი ამ წლების განმავლობაში, რაც თქვენ ბრძანეთ, არ დაფიქსირებულა ამ პროდუქციით მოწამვლის არც ერთი ფაქტი. ახლა როგორ წარმოგიდგენთ საზოგადოებას რო ხდებოდა აი ამ ხდებადი კონსერვებით მომარაგება წლების განმავლობაში და რაიმე შემთხვევა არ ყოფილა. ეს პრაქტიკულად ძალიან რთულად წარმოსადგენია. ოფულობები იყო ძალიან დიდი. თქვენ ბრძანეთ ტენდერების ოდენობა 8 მილიონი. ეს რაღაცა ტენდერებში მონაწილეობა და ციფრები გარკვეულწილად უკვე რაღაც განაჩენის ტოლფასია, ისეა წარმოჩენ. აი რა საშინელება ხდებოდა მას 8 მილიონის, ნეტა 8 მილიონიც იყოს და ნეტა 80 მილიონიც იყოს მოგებული. ქართული პროდუქცია ჭირდება ქართულ სახელმწიფოს. ზუსტად. ეხება ხარისხს აქ შესაძლებელია იყოს გარკვეული სტომილებები, მაგრამ და ჩვენ ვიხილეთ, მე ვთქვი ადრეს და ეხლაც გავიმეორებ, ეს არ ჩემთვის იყო სასიამოვნო სანახავი და საზოგადოების ალბათ არც ერთ წევრის, მაგრამ აქ არის მილიონი დეტალი გასარკვევი. ისე შემოწმებას კახა ვინ ახორციელებდა ამ ყველაფრიდან გამომდინარე? ქართულებით, საკვე პროდუქტებზეა საუბარი, გიორგი, ხო წარმოვიდგენიათ რამდენი მაკონტროლებელია ამ შემთხვევაში. თუმცა უნებლობასაც ჰქონდა თავის შენიშვნები, რაც გასწორდა, შემდეგ მოხდა დაშვება, ანუ ესე ერთი კადრით მსჯელობა, რომ აი ნახეთ თაგვის სურცლი და აქ ხდებოდა კატასტროფა, ბრალზე მოდი ერთი წამით ვისაუბროთ, ჯერ ცოტა ადრინდელი ეტაპი ამისთვის, მაგრამ ხო. ხალი წარუდგინეს ფალსიფიკაციისთვის პროდუქციის, რასაც შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის მამრე შედეგი გამოეწვია. ანუ ფაქტიურად მას უდასტურებენ, რომ იქ თუ რამე მავნეჭი აღმოჩნდა და ეს კიდე სამტკიცებელია და მოდი ახლა ამ ეტაპზე მივიღოთ ეს მოცემულობა, ვინ დათქმა არსებობს. მაშინ ვანო გოგლიძეს განზრახ უნდა მოეხდინა ამ პროდუქციის, აი როგორც ადრე იყო რაღაც ქიმიური ნივთიერებებით, სპირტიან სასმელს რო აწარმოებ და შენ იცი რომ მავნე პროდუქციას აწარმოებ. აი ამ კატეგორიის ბრალზეა საუბარი და სწორედ ამიტომ არის 5-დან 7 წლამდე ეს არის უმძიმესი ბრალდება და წარმოიდგინეთ ახლა ამის აღიარება ნიშნავს იმას რომ ვანო გოგლიძე სადღაც ბნელ სარდაფში სპეციალურად რაღაც ჭხირებიან პროდუქციას აწარმოებდა. ბუნებრივია ესე არ ყოფილა, განა ის რომ უბრალოდ აღიარება არ უნდა. ეს ნამდვილად არა, ეს მოცემულობა. კახა, რა იქნება თქვენი პოზიცია და რა ხედვა გაქვთ ჩამოყალიბებული, რომელსაც შეაჯერებთ დაკავებულ ბიზნესმენთან და განავრცობთ მერე უკვე სასამართლო პროცესებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ აპელაციაში უკვე ეს ყველაფერი წავა თავის გასაჩივრებისკენ. ამ ეტაპზე ჩვენი პირველი რიგის ამოცანა არის მასალების სრულყოფილად გაცნობა. ის მასალა გადმოგვეცა. ჩვენ ახლა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს არის რაღაც გინდა თუ არა ხელოვნურად რაღაცას. კახა, მოცულობითია მასალა? მოცულობითია ელექტრონული ინფორმაცია საკმაოდ მოცულობის არის და თვითონ სამუშაო ტომებით საკმაოდ მოცულობითია. ამიტომ დავგეგმავთ ჩვენ უნდა შევისწავლოთ აი ეს ექსპერტიზაზე რა კონსერვის ქილებიც მოხდა, ხდებოდა რა პირობებში, რა მოძრაობაში, როდის იქნა აღმოჩენილი. შემდეგ ექსპერტიზით რისი დადგენა შეიძლება დანარჩენი პროდუქცია რა მდგომარეობაში, ანუ ძალიან დიდი სამუშაოა წინ და დღეს ივანე გოგლიძის აი კულინარიულ ასე ვთქვათ ტერორისტად გამოცხადება
ეტაპზე. ან ალქიმიკოსად. ალქიმიკოსად, კი ბატონო, რომელიც მავნე პროდუქციას რაღაც დღესადაში ხაშავდა, ნამდვილად მადლობელი ვარ. მადლობას ვუხდი კახა წერეთელს ჩართვისთვის. კახა, უღრმესი მადლობა კვირა დღის შეწუხებისთვის და ინფორმაციის მეწოდებისთვის, საქმიანი საზოგადოებისთვის. როგორც თქვი, საუბრის განმავლობაში კახასთან საავტორო პოზიციას ვანო გოგლიძის დაკავებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვათა შორის გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე, მე მოგახსენებთ ბიზნესის კვირეულის ეპილოგში. წარმატებული დღე კახა.